ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ყველგან პოლიცია არსად სამართალი. თინათე, ცეცხლი ოლიგარქიას. ღმერთო შენ მიშველე. გახსოვთ წინა ვიდეოში რო გითხარით, რომ ფსიქოანალიზზე და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაზე უნდა გადავიდე მეთქი, რადგანაც იმდენი სიგიჟე და შიზოფრენია მხდება უკვე, რომ მე სხვა ვეღარაფერზე ვეღარ ვისაუბრებ, მეგობრებო. ეს არის ჩემთვის ყოვლად აღმაშფოთებელი, ყოვლად ყველაზე დიდი სიგიჟის წარმოდგენა, რომ ეს საწყალი ბავშვი ისმეს მშობლისგან ასეთ რაღაცებს. ეს არის კატასტროფა. მეგობრებო, მე გადავწყვეტი ამ არხზე ახალი პლეილისტი დავამატო, ფსიქოანალიზი და სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ცოცხალი ადამიანის кейსებს გამოვიყენებთ, რადგანაც ამ ქვეყანაში უკვე ჩვენ ვაწყდებით ისეთი დონის სიგიჟეებს, რომ ხო გეუბნებით, სხვა თემაზე უბრალოდ საუბარი შეუძლებელია. მეგობრებო, ჩვენი ამ გადაცემისა და ამ ვიდეოს პირველი თემა იქნება, როგორ ვუმკურნალოთ სულიერად დაავადებულ ადამიანებს, ფსიქოსომატურ დაავადებებს, სადაც წარმოჩინდებიან და გამოირჩევიან ისეთ სახის ბოდვებით, რაც ნორმალურ ადამიანებს არ უნდა ახასიათებდეთ. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია, რადგანაც დაეხმაროთ არხის განვითარებაში და დავიწყოთ დღევანდელი ვიდეოს პირველი თემა. რა არის ფსიქოანალიზი და როგორ გადადის ეს ყველაფერი უკვე შიზოფრენიაში, რომელიც უკვე ვლინდება ლიბერალური სამყაროს ისეთი მეინსტრიმიდან, სადაც რავი ნორმალური ადამიანი მანდ ვერ იარსებებს. საერთოდ მეგობრებო, მინდა თავიდანვე გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქოანალიზი არის ჩემი ერთ-ერთი ბექგრაუნდი, რადგანაც ამ თემებს მე წლების განმავლობაში ვიკვლევ, ასევე პოლიტიკური ფილოსოფია მაქვს დამთავრებული და შესაბამისად პოლიტიკური ფილოსოფია და ფსიქოანალიზი არიან ერთმანეთში გადაჯაჭვულები და ფაქტიურად აქვთ ინტელექტუალური მაგისტრალი გაყვანილი ერთმანეთში. მაგრამ სანამ დავიწყებდი ამაზე საუბარს, მინდა მცირედ ისტორია შემოგთავაზოთ, საერთოდ როგორ ჩამოყალიბდა ეს თეორია, საიდან იწყებს საფუძველს და შემდგომ უკვე ვიდეოს მეორე ნაწილში გადავალ უკვე ამ გზით და ამ თერაპიით ადამიანის მკურნალობაზე. ნუ ზოგიერთი ადამიანი განუკურნებელია საერთოდ, იმიტომ რომ ისეთი სახის შიზოფრენის მაგალითებსა და მწვერვალებს აღწევს, რომ უკვე მედიკამენტური ჩარევა თუ არ მოხდა, სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი უბრალოდ ფატალიზმით ამთავრებს სიცოცხლეს. მეგობრებო, ფსიქოანალიზის ჩამოყალიბება უკავშირდება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ფსიქოლოგს კაცობრიობის ისტორიაში, ნევროლოგს ზიგმუნდ ფროიდს, რომელმაც თავდაპირველად ადამიანზე დაკვირვებით გამოაცხადა და თქვა ესეთი რაღაც, რომ ყველანაირი პრობლემა, ყველანაირი მისი კომპლექსი, ყველანაირი მისი ტკივილი გამომუშავდება და საწყის ფაზას იღებს მისი ბავშვობიდან. ბავშვობა განსაზღვრავს ჩვენ ადამიანების მომავალს, როგორ ყალიბდება იდი, ეგო და მისი სუპერეგო. ეს არის ფროიდისეული ტერმინებით, როგორ ყალიბდება და როგორ სოციალიზირდება ზოგადად ინდივიდი. ნუ ჟან-ფრანსუა შარკო იყო ფროიდის მასწავლებელი, რომელთანაც გადიოდა პირველად დაკვირვებებს ჰიპნოზსა და ისტერიაზე. მეგობრებო, მინდა აქვე გითხრათ, რომ ფროიდი ძალიან ბევრ სისულელეს ლაპარაკობდა იქ. რაღაცა ოიდიპოსის კომპლექსებზე და რაღაც იმებზე მაგაზე მე საუბარი აქ არ მექნება, მაგრამ მისი აღმოჩენა კონკრეტულად ადამიანის არაცნობიერში, რომელმაც შემდგომში უკვე დიდმა ქართველმა ფსიქოლოგმა, განწყობის თეორიის ავტორმა დიმიტრი უზნაძემ ჩამოუყალიბა, რომ მოდი ამ არაცნობიერს დაუძახოთ განწყობა და ამაზე მე ცალკე ვიდეოსაც ჩავწერ, სადაც აი ამ თეორიის რა ვიცი, მარგალიტობას გამოვაჩენდა. მე მაგ ვიდეოთი დავამტკიცებ, რომ საერთოდ დიმიტრი უზნაძე და ჩვენი ფსიქოლოგიური სკოლა ერთ-ერთი წამყვანია სოფლიოში და ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს ჩვენ უნდა დავაფასოთ და ჩვენ უნდა შევიმეცნოთ. ეხლა რა ხდება ფსიქოანალიზში? გამოიკვეთა თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იწყება ბავშვობიდან, ყველანაირი ტრაუმა მოდის. აი ხა აქაც ხო რა გამოჩნდა? თქვენ რა გონიათ ლიბერალებს რაც ახასიათებთ, ეს რაღაც შემდგარი ნარატივია, მხოლოდ რომელიც მარტო დაფინანსების შედეგად ხდება. არა, ეს ყველაფერი ბავშვობის ტრაუმებს უკავშირდება. აი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წარმოადგენენ ლიბერალურ სოციუმს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში თქვენ რო დაუკვირდეთ, მათ აწუხებთ ისეთი სახის ფსიქოლოგიური პრობლემა. პირველი ეს არის
არასრულ ფასოვნების კომპლექსი, ამაზეც ცალკე გადავიღებ და საფუძვლიანად ვისაუბრებ რა არის, ეს არის როდესაც საკუთარ თავიდან ვერ იღებ იმას, რაც რეალურად გინდა და შემდგომ ეს ყველაფერი გამოიხატება იმაში, რომ თვით დამკვიდრება მეორე, რომელიც არის, რომ შენ ვერ ახდენ საზოგადოებაში ისეთი სახის სოციალიზაციას, რომ თვით დამკვიდრება მოახდინო და შესაბამისად გამოდიხარ და ყვირი ხარ ჩემი ფუჩუ ჩემია, იქ რაღაც თავისუფლ მზიამა გლობელს, რა ქვია, არ იქნება სამართალი, ისა რა ქვია, ყველგან პოლიცია არცად სამართალი, ცეცხლი ოლიგარქიას და მსგავსი რაღაცები. ეს არის თვითდამკვიდრების პროცესი. ეს ფემინისტებს, ლიბერასტებს, ეს რა ქვია, გეი მილიტარისტებს და იმათ ახასიათებთ ეპატაჟური გამოხტომები, რაც არის კრინჯი. ამაზე ცალკე ვიდეოს გადავიღებ. ხო ხედავ, აი, ძალიან მრავალპროფილურია ჩემი არხის სხვათა შორის, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას იპოვეთ. ეხლა მოდი გავაგზავნოთ ფსიქოანალიზი, მეგობრებო. ფსიქოანალიზის ტერმინოლოგია საერთოდ როდესაც ფროიდთან და შარკოსანთან ჩაისახა, ნუ მე ადლერმა და ინგმა განავრცეს ეს ყველაფერი ხო უკეთესად, მაგრამ გამოიხატება იმაში, რომ როგორ ვუმკურნალო ადამიანს პირდაპირი კომუნიკაციით. ეს არის ძალიან საინტერესო მეთოდი, იმიტომ რომ ვერანაირ სულიერ დაავადებას, ვერანაირ ფსიქოსომატურ დაავადებას შენ ვერ განკურნავ, თუ ადამიანთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მოახდინე. ფსიქოსომატური, მოდი განვარტოთ, რადგან არ მინდა უცხო ტერმინები გამოვიყენო. მეგობრებო, ფსიქოსომატური დაავადება ნიშნავს ძალიან ცნობილი გამონათქვამია, რომ ჯანმრთელი სხეულში არის ჯანმრთელი სული. ეს პლატონიდან და არისტოტელესგან იღებს ეს ტერმინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქოს არის ადამიანის ცნობიერება, სომატოს არის ადამიანის სხეული. შესაბამისად, ძველ სწავლულებსა და მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს ეჯერათ, რომ ნებისმიერი დაავადება არის ადამიანის სხეულთან კავშირში. და ამის ნათელი, ესე ვთქვათ, ემპირიული მტკიცებულება ის არის, რომ მაგალითად, როდესაც დეპრესია გაწუხებს, ხო? ამ დროს, რავი, ჭამის მის სურვილი გიქრება ადამიანს. აი, როდესაც ფსიქოზი გახასიათებს, მაგალითად, ვერ იძინებ. ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ შენი ტვინი შენ სხეულთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ფროიდი მიხვდა ამას. პირველი, ნუ ადრეც ეკრებოდა და თქონა აფიქრე, მაგრამ როგორც ზოგადი თეორია ჩამოყალიბა, რომ ანუ ადამიანთან კომუნიკაციითა და საუბრით შესაძლებელია მისი სულიერი განკურნება. მოდი ახლა გადავიდეთ რა არის ფსიქოანალიზის ეტაპები. პირველ რიგში, მე როგორც ფსიქოანალიტიკოსი, მოდი პირობითად ვთქვა, ახლა მე ფსიქოანალიტიკოსი არ ვარ, ახლა შეიძლება მესმის რაღაცა იმ არა, ფსიქოანალიტიკოსი მაინც კიდე სხვა პროფილია, ხო? მე როგორც ფსიქოანალიტიკოსმა, როდესაც ვიკვლევ კონკრეტული პაციენტის დაავადებას, პირველ რიგში მე მჭირდება იდენტიფიცირება პრობლემის. ანუ რა ხდება? ახლა როგორ ხდება იდენტიფიცირება? მე ვამყარებ ჩემს ობიექტთან ურთიერთობას, პიროვნულ კავშირს, ანუ საუბარს, სადაც ვიკვლევ რამდენად არის ეს ადამიანი დაზიანებული. ამით მე მეძლევა უკვე იმის ფართო პროფილი გამოვიკვლიო, ეს არის ბავშვობის ტრავმები, ეს არის შეძენილი, ეს არის ფსიქოსომატური, ეს არის მაგალითად დოფამინის ან სხვადასხვანაირი ქიმიური მინარების ნაკლებობა, რომელიც ასევე შიზოფრენის სხვადასხვა იმას ვარიაციებს იწვევს და ასე შეიძლება იყოს გენეტიკური, ხო? ან ორსულობის დროს აღებული ესეთი დაზიანება, რომელიც მის იმაზე რა ქვია, ფიზიონომიასა და ფსიქიკაზე შემდგომ მთელი ცხოვრება მოქმედებს. შემდგომი ეტაპი არის მნიშვნელოვანი. ფსიქოანალიტიკოსი თავის პაციენტთან ამყარებს ისეთი სახის კომუნიკაციას, ეს იყო მაგალითად პირველი, როდესაც ადლერმა გამოიყენა ესეთი ვარიანტი, რომ აი ადლერი ბოდიში ფროიდმა გამოიყენა ესეთი რაღაც, რომ ჰიპნოზი იყო პირველადი ესეთი მკურნალობის საშუალება, რომ ადამიანს აჰიპნოზებდნენ, რაღაც ტრიალებდა გარშემო ესეთი რაღაც საათის იმისავით მექანიზმებით, რომ ადამიანი რაღაც გადადიოდა თავს და არ ცნობიერში და ყვებოდა რაღაც ბლა-ბლა სისულელებს რა, ანუ ზოგადად ფსიქოთერაპია, მეგობრებო, ნიშნავს, რომ ბევრი სისულელე უნდა ისაუბრო. რომ ფსიქოანალიტიკოსი ჩაწვდეს რა არის რეალურად შენი პრობლემა. მაგრამ მე ფროიდმა თქვა ესეთი რამე, რომ უფრო უკეთესი საშუალება რომ ადამიანის ალუზიები მე შევამცირო მაგასთან დაკავშირებით არის, რომ პირდაპირ ადამიანს გავესაუბრო. ანუ ყოველგვარი ჰიპნოზის გარეშე. ამ დროს დაისვა პაციენტს და იწყებს საუბარს, ზოგადად საუბარს იწყება, აი ყველაფერზე იწყებს საუბარს. ავი შეიძლება შენ გაწუხებდეს რაღაცა ნერვული აშლილობა ან ბიპოლარული აშლილობა და ამ დროს მე შენ გესაუბრო, რავი, შენ წარსულ ცხოვრებაზე, შენ სექსუალურ ცხოვრებაზე, შენ ბავშვობაზე და ამით ახლა ვცდილობ, რომ ვიპოვო ის შეფარული ტრავმები, რომ შენ მაქსიმალურად გაგრძნობინო კომფორტში თავი, რომ შენ მე აი ებრაელებს აქვს ესეთი ნათქვამი, რომ გუდა მაქსიმალურად გამიხსნა, გუდა ანუ ნიშნავს, რომ შენი შინაგანი სამყარო გამიხსნა, ეს არის სხვადასხვა ძალიან ეროტიული ისა რა ქვია პროცესი, რადგანაც ადამიანის საკუთარ ნერვულ სამყაროსა და მის ცნობიერებას გიშიშვლებს. და ფროიდი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ მე რომ გამოვიკვლიო შენი პრობლემები, მე შენ არაცნობიერში უნდა გადავიდე. და სხვადასხვა აქ შემოვიდა, მე მეგობრებო, ვიდეოსაც ჩაგიწევთ მაგაზე, რა არის სიზმარი ზოგადად. ფროიდი ამბობდა ესეთ რამეს, რომ სიზმარი არის გზა არაცნობიერისკენ. და ძალიან ბევრი პაციენტი, როდესაც ფროიდთან მიდიოდა ავსტრიაში, ხო, ყოველთვის საუბრობდნენ სიზმრებზე.
ანუ ხო მაგალითად ვართ მე როგორც ფსიქოანალიტიკოსი არის ობიექტი და ძირითადად როდესაც მიდიოდა თემატიკა რომ აი რა არის პრობლემატიკა მის იდენტიფიცირება და შემდგომ ამას უკვე ამის კოლებებზე გადასვლა ყოველთვის მეგობრებო იწყებდა საუბარს საკუთარ სიზმრებზე რომ აი მაგათ სიზმარში მანქანამ გაიტანა, სიზმარში მილიონი იშოვა, სიზმარში მან საყვარელი ადამიანი დაკარგა და ანუ იმდენად არის გადაჯაჭვული ადამიანის ფსიქიკასთან მისი სიზმრები, რომ ეს მივიდა მეცნიერება და ფსიქოლოგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიზმრები არის სწორედ გზა არაცნობიერისკენ და როგორ მეტყველებენ მე უკვე ჩვენს სხვადასხვა მოქმედებებზე, აი სიზმარში ხო ხშირად აქციზებენ ისეთი რამე რაც გონებაში არ გიფიქრიათ საერთოდ. რატო? იმიტომ რომ მეგობრებო, ადამიანის ტვინი და ჩვენი ცნობიერება პირობითი მცნებებისგან შედგება. ეს არის ცნობიერება, როდესაც მე ხა თქვენ გესაუბრებით, არის ქვეცნობიერი, ანუ გადანახული რეზერვი, სანამ ცნობიერებაში ინფორმაცია გადავა და არის ინფორმაციული, ესე ვთქვა, არაცნობიერი. რაც იმას ნიშნავს, რომ აი თელი ჩემი გამოცდილება, ჩემი თელი აღზრდა, თელი ჩემი ბავშვობა არის სადღაც გონების იმ ნაწილში მოთავსებული, რომლის შესახებ მე ახლა არ მახსოვს, მაგრამ ხვალ სამსაძე შეიძლება გამახსენდეს. აი სწორედ მეგობრებო, ჩვენ რომ ესე დავადებებს უმკურნალოთ და ესეთი შიზოფრენიკებამდე ხა სანამ ჩვენ მაგამდე მივალთ, იმიტომ რომ სერიოზული დაავადებები უნდა განვიხილოთ მე. უნდა გამოვიკვლიოთ რა არის მისი დამაზიანებელი მთავარი წყარო. ფროიდმა ასევე აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ სექსუალური ლიბიდო, ანუ ადამიანის სექსუალური ენერგეტიკა ახდენს მის გადაწყვეტილებებსა და ცხოვრებისეული სხვადასხვა, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებებისა და შინაარსის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას. ეს რეალურია, მეგობრებო, ეს უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, ბიჰევიორისტულადაც, რომ სექსუალური ლიბიდოს პრობლემატიკა ზოგადად, ანუ ადამიანს ხო, აი მაგალითად ავიღოთ დაავადება, LGBT არის ჩვეულებრივი დაავადება, გადახრა, რასაც ეწოდება, ეს არის ანტიბიოლოგიური და არა ბიოლოგიური მოვლენა, ანუ ხასიათდება რითი? ანუ როდესაც ჩვენ სექსუალურ უმცირესობებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მათ ფსიქიკურ პრობლემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რა არის მათი ფსიქიკური პრობლემები? მუდმივი ეპატაშორობა, თვით დამკვიდრების კომპლექსი, არასრულფასოვნების კომპლექსი და ჩაცმულობა, გამომეტყველება, ჰაბიტუსი, ქცევები, ბევრი რამე, ხო ეხლა ამდენი გინახეთ ეშმაკებს გვანა ძალიან ბევრი ადამიანი რო შეხედო, იმიტომ რომ ადამიანი თავს იმახინჯებს. იმას შეიძლება თავისთავად ნორმალური გონია, მაგრამ მისი გამომეტყველება, მისი ქცევები და მისი ეს მთელი ეს ჰაბიტუსი, რასაც ეწოდება, არის იმდენად გადახრილი, რომ ძალიან მარტივია განასხვაო მაგალითად ნორმალური ადამიანი მისგან. მარტო ქცევებით. აქ აღარ მაქვს უკვე სექსუალურ მომწიფებასა და იმაზე საუბარი. ანუ მეგობრებო, ნახეთ რა ხდება, როდესაც დაქვეითებული ლიბიდოა, ადამიანის ცნობიერება იცვლება. საერთოდ ისტორიულადაც ასეა. აი კლეოპატრასა და იმის რომის იმპერატორების ისენი რო ავიღოთ, ხო მაგალითი რომ გინდა ტროას ამბავი რო ავიღოთ, აი ელენას გამო იწყება ამხელა სამხედრო კამპანია, ომი, ანუ სექსუალური ცხოვრება, სექსუალური მისწრაფება, ლიბიდო და ყველა ეს პროცესი ფუნდამენტურად განსაზღვრავენ ადამიანის მომდევნო ქცევებს. რადგანაც მისი დაქვეითება, მაგალითად სექსუალური ანორგაზმია, მაგალითად რაიმე სხვა სახის დაქვეითება, ხო, იწვევს ადამიანში სხვადასხვანაირი ქცევების გამოვლენას, რაც შემდგომ აისახება უკვე მის მოქმედებებსა თუ ცხოვრებაზე უკვე ზოგადად, ხო? აი მაგალითად სექსუალური მანიაკებს ბავშვობაში ყველას თითქმის 90% ახასიათებს და ბავშვობაში გაუპატიურებული ყავთ. ბავშვობაში მასე ძალადობდნენ, ცემდნენ და ესეთ რამე, ნუ ამას თალკე გამოვიკვირდით. ეხლა მოდი დაუბრუნდეთ ისავთ თემას, ფსიქოანალიზი. მეგობრებო, როდესაც იწყება აი ეს ძალიან საინტერესო კომუნიკაცია ფსიქოანალიტიკოსსა და ობიექტს შორის, მთავარი, რასაც უნდა მიაღწიონ ორივე ერთმა, არის საერთო გადამკვეთი მაგისტრალი ფსიქოლოგიაში ამას ეწოდება, სწორედ ის მთავარი გადამწყვეტი წერტილი, სადაც უნდა მოხდეს ამათი დაახლოება. რადგანაც, მეგობრებო, შეუძლებელია ადამიანის რაღაც პრობლემის გადაჭრა ზოგადად ამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი თუ შენ თავში არ აღმოაჩინე ყველაფერი. ანუ ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს რომ შენ გაგიხსნას ეგ მაგისტრალი, რადგან შენ თვითონ მიხვდე რა არის შენში პრობლემა და რამხელა გავლენას ახდენენ იმაში. აი მაგალითად ავიღოთ ესეთი ფსიქოაშლილობის ერთ-ერთი სახეობა არის ობსესორ კომპალსიური აშლილობა, რომელიც მე მქონდა ადრე, ამაზე ცალკე ჩავწერ კიდე ვიდეოს, რამდენადაც შეგვიძლია ერთ ვიდეოში 10 სხვა ვიდეოზე შეგვიძლია უკვე ჩაწერას და ვაიბები როცა მომივა, როდესაც სხვა თემას სასაუბრო არ იქნება, ფსიქოლოგიას რა თქმა უნდა გავაგრძელებ. ეხლა უბრალოდ ობსესორ კომპალსიური აშლილობა რას ნიშნავს? მეგობრებო, ეს არის ფსიქოაშლილობის გამომხატული ისეთი ფორმა, რომლის დროსაც უაზრო შიშები, ანუ აბსოლუტურად არარსებული შიშები ახდენენ შენი გონების ოკუპაციას. აი მაგალითად შეიძლება ობსესორ კომპალსიური აშლილობის დროს გეშინია რომ ღამურამ რავი არ შეგჭამოს, ან გელმა არ შეგჭამოს, ან დენმა არ დაგარტყას, აი კედელში ხო დენი გადის და ამ დროს რო შენზე არ მოახდენს ესეთი გავლენა, ანუ ისეთ რაღაცებზე ფიქრობ
რასაც ნორმალურ მდგომარეობაში შენ მასზე არ იფიქრებდი. რატო? ეს არის მეგობრებო, შიზოფრენის პირველი სახის გამოვლენა. შიზოფრენია არის დაავადება, როდესაც მთელი შენი არაცნობიერება ქოცნობიერში გამოგაქვს. ტრისას. ეს პირველი ფაზა იყო, ჩვენ ახლა წეგარა ვიდეოც ნახეთ, რომ ახლა საკუთარ შვილს რო იმას უხსნი ახლა, რომ ცეცხლი ბავშვს, რომელსაც საერთოდ ახმის ბავშვს როგორ უნდა უხსნი და რა ცეცხლი ოლიგარქიას, რა ყველგან პოლიცია არ სათამათალი ჭამის პროცესში და ვიდეოს გიღებენ. ეს არის ფსიქოაშილობის ძალიან მძიმე ფორმა, მეგობრებო. ძალიან მძიმე ფორმა. თქვენ შეიძლება დააკვირდეთ მათ, აი გამოხატულება. ზოგი ადამიანი იცით რა არის, მაგალითად ლეონარდო და ვინჩი ხატავდა მახინჯ სახეებს. და ეს ტყუილად არაკეთებდა ამ ყველაფერს, ხო? ხატავდა მის მაგალითად კუნთებს, მის დარღვევებს, მის პროცესს, მის აშლილობებს, რას უშვება ადამიანს სიმახინჯე. სიმახინჯე ფიზიკური ნაკლი იმდენად განსაზღვრავს ადამიანის ქვეცნობიერისა და ცნობიერი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, მეგობრებო, რომ აი ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ნახტომი გააკეთა სწორედ აი ერთმა ძალიან პატარმა ჩანახატებმა, რასაც ლეონარდო და ვინჩი აკეთებდა. სიმახინჯე, რაც ლიბერასტებს ახასიათებთ უმეტესად, ყველას არა რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესად რაც ახასიათებს, გამოხატულია იმ არასრულფასოვნების დაუოკებელი წყურვილით, რატო არ არიან ისინი ისეთივე სრულყოფილები, რასაც მუდამ ებრძვიან. ნიჩე მაგას ამბობდა სხვათა შორის, ხო? რომ ბოროტებასთან მებრძოლს, ზოგადად ეშმაკთან მებრძოლს, ყოველთვის უნდა ქონდეს იმიშიში თავად არ გადაიქცეს ამ ბოროტებად. აი სწორედ ეხლა ჩვენ რასთანაც ვაპირებდი, ეხლა ცოტა რთული შედარება გამომივიდა ამ ყველაფერთან, მაგრამ უნდა იცოდეთ ერთი რამე, რომ ადამიანი ყოველთვის საკუთარ შიშებს ებრძვის. ადამიანი, კარლ იუნგი ამას ამბობდა, ყოველთვის ებრძვის საკუთარ კომპლექსებს. რომ ერთადერთი რეალური პრობლემა, ერთადერთი რეალური მტერი, რომელიც თქვენ გყავთ, ეს არის მხოლოდ თქვენი თავი. სხვა მტერი თქვენთვის არ არსებობს. იუნგი ამ ყველაფერი იუნგი მორწმუნე იყო და რა თქმა უნდა მე იუნგისკენ უფრო ვიხრები ვიდრე ფროიდისკენ, იმიტომ რომ ფროიდის ნაწილი რაში ძალიან ძლიერი იყო ვაფასება ამ ყველაფერში, მაგრამ ისეთი სისულელეები აქვს სხვა თემებში, ხალ ოიდიპოსის კომპლექსი და იმაზე ნალაპარაკები, რომ ეხლა ამას ვერანაირი მეცნიერული კრიტიკას ეს ყველაფერი ვერ უძლებს. იუნგი ამბობდა, რომ ყველა ადამიანის ბუნება დაკავშირებულია ფუნდამენტურად ბოროტებასთან. და შემდგომ ეს ანარეკლები რაშიც გამოიხატება იმაში, რომ ზოგ ადამიანს აკლია თითი, ზოგ ადამიანს აკლია სილამაზე, ზოგ ადამიანს აკლია მაგალითად თვალის ფერი, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც კომპლექსურად აყალიბებს ადამიანს. შესაბამისად, ფსიქოანალიზი მეგობრებო ემსახურება ერთ მარტივ დიაპაზონს, როგორ მოვახერხო ადამიანთან ისეთი დონის ინტეგრაცია, კომუნიკაცია, რომ მე მას ჯერ დასკვნა დაუდო, ესე ვთქვათ, რა არის მისი პრობლემა, ხო? და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, როგორ დავიწყო მისი თერაპია, ანუ მკურნალობა. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ეს არ გეგონოთ ერთ და ორ დღეში რჩება, მაგრამ ამასაც საკუთარი ფორმები გააჩნია, მეგობრებო, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში, მეგობრებო, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიხატება, ეს არის ის, რომ ადამიანს არ უნდა აღიაროს საკუთარი ტრაგიკული პრობლემების შესახებ, იმიტომ რომ ამის ძალიან რცხვენია. ძალიან ცხენია ადამიანს ამის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ ამ ხანგრძლივ პროცესში მოხდეს და იყოს ძალიან ძლიერი ფსიქოანალიტიკოსი და ქონდეს მას მანიპულაციის ისეთი უნარები, რომ მოახდინოს მის გონებაში შეღწევა და დასვას რეალურად საკითხი, რომ დაიწყოს ამ ადამიანის მკურნალობა. მაგრამ ეხლა თუ ეს ყოველგვარ იმაშია გადასული, ეს უკვე ფსიქოსომატური კი არა, უკვე გადასულია უკვე ადამიანის ორგანიზმში თავიდან ბოლომდე, ამ შემთხვევაში უკვე მედიკამენტური საშუალების მიმართავად, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ მედიკამენტური საშუალების გამოყენების, იმიტომ რომ ხელოვნური გზით გამოწეული დოფამინისა და სეროტონინის შარევა ადამიანში პრობლემას უბრალოდ ყინავს, ის არ აგვარებს. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ბრუტალურ გზას მიმართოს ფსიქოანალიტიკოსმა, როგორც ჩემს შემთხვევაში ოკა გამკურნე, ოკა ანუ ობსესურ კომპულსიურ აშლილობა, ეს იყო ძალიან ბრუტალური გზა, რასაც მე ვიყენებდი, რომ მაგალითად, როდესაც პრობლემა კონკრეტულად მქონდა რაღაცებთან მიმართებაში, მე პრობლემას კი არ გავურბოდი, არამედ პრობლემას თვალებში უყურებდი. ეს თერაპია გრძელდებოდა კვირებისა და თვეების განმავლობაში. მე დღითი დღე, რომ ჩემი გონება იჯერებდა იმ ფაქტს, რომ შემიძლია დავაჯერო ჩემი მაგალითად, რა ვიცი, ჰორმონები ისე რომ ეს პრობლემა რეალურად არ არსებობს. ანუ ეს დისბალანსი, რომელიც ფსიქიკასა და ორგანიზმს შორის ხდება, რასაც ფსიქოსომატიკა ქვია, ხო? სწორედაც ამ ბრუტალური გზებით უნდა განიკურნოს. რომ შენ თუ მაგალითად გაწუხებს, რა ვიცი, დენის შიში დენვა არ დაგარტყას, ხო? შენ დენს კი არ უნდა გაექცე და რაღაცა. არა, პირდაპირ უნდა დადგე, ამოც კი არ უნდა შეეხო, კაც უნდა დადგე, უყურო
საათობით, რავი, წუთებით ეს თქვენზეა დამოკიდებული ინდივიდუალური მცნება არის, საერთოდ ეს არ არსებობს უნივერსალური მიდგომები და დღეების განმავლობაში პერიოდულად შენ შეამჩნევ, რომ ნაკლებ ემოციურ გავლენას ახდენს შენზე კონკრეტული შენი შიში. რადგანაც ბოლოს საკუთარი შიში თვითონვე ხდები ადამიანი და აცნობიერებ, რომ შენზე არაფერი არ ზემოქმედებს, რომ ყველანაირი პრობლემა შენ ტვინში არსებობს მხოლოდ. მაგრამ ამაში შენ არ წუნებ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ საკუთარ ჰორმონებს, საკუთარ ფიქრებს და საკუთარ ემოციებს. ეს არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა. მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეოები გოლის, მეგობრებო, ხა პირველი ვიდეოსთვის ეს 20 წუთიანი მონაკვეთი რომ ზოგადი სურათი დავხატე, როგორ ავითარდება, რა არის დაავადებები, იმიტომ რომ ხა საერთოდ ლიბერასტებს და ამ ხალხს, ვისაც მე ხშირად ვაკრიტიკებ, აწუხებთ ეს დაავადებები, მეგობრებო, აქ არაფერ შუაში არ არის ამერიკა, არაფერ შუაშია რუსეთი, აქ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური პოსტპროცესები. ჩვენ პრეარსებული პროცესები უნდა ვეძიოთ მათში. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველანაირი დაავადების წყარო და მთავარი ფუნდამენტი არის მისი ბავშვობა, მისი ტრავმები, მისი ტკივილები და შემდგომ მთელი ცხოვრება ამასთან ბრძოლა. ყოველთვის ახლა თქვენ რა გონიათ ფროიდს არ აწუხებდა დაავადება ფროიდი რო იყო ფსიქიკურად აშლილი მე მგონი მაგასთან შედარებით ბევრად დალაგებულები ვართ საკუთარი დაავადება ფროიდმა თვითონ ვერ განკურნა რა აშლილობაც მას ჰქონდა ახალგაზრდობაში ერთი გოგო მოწონდა ამ გოგომ საბოლოოდ ფროიდს არ მისცა სხვა ადამიანს და მაგის გარეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ფიქრები და ეს ისინი აწუხებდა და ყველა გამოვლენა ყველაფერში ამას ეძებდა ყველაფერში ამას ხატავდა ყველაფერში ამას აკრიტიკებდა ესია მეგობრებო. თქვენ რა გონიათ ეხა ფროიდი საკუთარ თავზე თქვა რომ მე ვერ განმიკურნია საკუთარი თავიო ეხა და ის უშველო, მაგრამ მისი დასკვნები და მისი აღმოჩენები ეს ფენომენალურია რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. რა ვიცი მეგობრებო, თუ მოგწონს გავსი სახის საუბრები, ფსიქოანალიზის განხილვები, სხვადასხვა მე მინდა მაგალითად ბოროტების ფილოსოფიაზე ჩავწერო ვიდეო, მაგალითად რატო ატარებენ ნიღბებს მკვლელები, ბოროტების საერთოდ გამოვლენა სამყაროში, სერიული მკვლელების ფსიქიკა და ძალიან ბევრი რაღაცები, საინტერესო აღმოჩენები, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. რომ არ არსებობს რო თქვენ პოლიტიკოსები გახდეთ, თქვენ სამართლის სპეციალისტები გახდეთ, ან სხვადასხვანაირი სოციალური მუშაკები, რო თქვენ ადამიანი თუ არ გესმით, ყველგან დაგაგოიმებენ ცხოვრებაში რა. ჩემი ერთ-ერთი პლუსი, ბევრ რაღაცაში ცუდი ვარ ძალიან ცხოვრებაში. არც მუსიკა გამოვდის, არც ხატო, არაფერი. ერთადერთი რა ძალიან კარგად შემილის და ადამიანთან ურთიერთობა გამოვიცნო და წავიკითხო ვინ არის რეალურად ადამიანი, ვერავინ ვერ მომატყუებს იმხელა გამოცდილება მოგუკა ამ ყველაფერში და სწორი დასკვნები გამოვიტანო მასზე. ვინ არის, რა უნდა რატომ მოვიდა ჩემთან, ყველაფერი, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურეთ, ყოველთვის ფხიზლად იყავით და იცოდეთ რომ all out ვარ, ანუ ყველა ომი ყველას წინააღმდეგ, როგორც ჯონ ლოკმა თქვა, სასიკეთოდ პირდაპირ თქვენთან არავინ არ მოდის. ადამიანის პირველი ყველაფრის წყარო ეს არის ეგო განსაზღვრავს მის ქცევებს და შესაბამისად არ უნდა იყოთ ლიოხები და გოიმები, რომ ყველაფრის ვაიმე რა ლამაზია, ვაიმე არ უნდა დაგაგოიმოთ, ეჭვიანები უნდა იყოთ ყოველთვის, რომ არავინ არაფერი გამოგაპაროთ. მოკლედ ეს იყო ფსიქოანალიზის პირველი ვიდეო ალბათ რავი ნორმალური იყო იმისათვის რომ რთული ტერმინები არ გამომიყენებდი და რაც გამოვიყენე ახსენი ზოგადად სურათი შემექმნა რა არის დაავადების შესახებ ზოგადად როგორ ყალიბდება დაავადება როგორ მკურნალობთ როგორ უსვავთ დიაგნოზს და რა ხდება მე პოსტფაქტუმ პროცესები რავი დალაიქეთ ვიდეო და როცა მექნება ეხა ამის ვაიბები რავი განყოფილებები ხომ აქ არხზე პოლიტიკა განხილვები ფილოსოფია უცხო რეაქცია სადაც რეაქციებს წერ ბიბლიური თემებიც მაქვს განყოფილებები მაქვს და ყოფილი და ახალი განყოფილება მიემატება რა და როცა ვაიბები იქნება რავი დაგეხმარებით მაქსიმალურად იმისათვის რომ თქვენს დაძლიოთ ისეთი პრობლემები, რაც მე დაძლეული მაქვს და იცოდეთ ერთი რამე მეგობრებო, შიში არის ნორმალური რამ. ანუ არ გაგანაწყენოთ იმან და არ ჩამოგაყრევინოთ ყურები რომ დამიჯერეთ ფროიდია ხო გითხარით, ის იყო ფსიქიკურად აშლილი, თქვენ მასთან შედავით ბევრად ჯანმრთელი ხართ. შიშის ნუ გეშინიეთ. შიში არის ნორმალური რამ, მაგრამ ჩვენის მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ. ფსიქოლოგიაში არ არსებობს განკურნება, ეგ იცოდეთ. შენ უბრალოდ ყურადღებას სხვა რაღაცაზე გადაგაკ და ამცირებ ინტერაქციას შენ პრობლემასა და გამოწვეულ პრობლემას შორის. განკურნება შეუძლება ეს დაივიწყეთ. არსებობს მაქსიმალურ მინიმალურ დონემდე ჩამოგყავს. ეს მინიმალური და მუდმივად გიხსენებს ყინავ და ეს მუდმივი თერაპია. არაფერი არ მიდის არასდროს მეგობრებო. ადამიანის ფსიქიკა ეს არის ყოველდღე ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც არც ერთ სკოლას ჯერჯერობით ბოლომდე გამოკლეული არ აქვს. რავი, თუ მოგეწონა დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და თუ გინდა დონაციას გააკეთეთ. დროებით.